ხაშაზე თქვენ უყურებთ ток-შოუ არგუმენტებს კახა კუკავა ალექსი პეტრიაშვილი ჩვენი გადაცემის სტუმრები. ბატონ კახა, თქვენს მიმართ რო ყოფილიყო შემოთავაზება თუნდაც ამ თანამდებობებთან დაკავშირებით ეროვნული საბჭო უარს იტყოდა? ამ ეტაპზე რა თქმა უნდა ჩვენ ვიტყოდით უარს, ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, სხვა შორის იმ შესვენებაზეც, რომელიც ჩვენ მოვითხოვეთ და შევთავაზეთ სხვადასხვა ოპოზიციურ ფრაქციებს და ყველა თანხმობა განაცხადა და ალიანსმა იყო მხოლოდ წინააღმდეგი და ნაციონალური მოძრაობა, ჩვენ ამ შესვენების წინასწარ ვთქვით, რომ მედაკობა დავითაშვილი საკუთარი კანდიდატურების დასახელებას არ ვაპირებთ. უბრალოდ კორექტული ფორმა არის, რომ თუ კი ოპოზიციური კვოტა არის რომელიმე თანამდებობა, ამის შესახებ შედგეს ოპოზიციის შეთანხმება და არა შეთანხმება ნაციონალურ მოძრაობასა და ერთ-ერთ პოლიტიკურ სუბიექტს შორის. თქვენ თავიდანვე უარი თქვით თანამშრომლობა ალიანსთან დაკავშირებით, ბატონ კახა, თქვენი ოპონენტი ამას საუბრობს ახლა ზუსტად ამ შემთხვევაში. შეიძლება მე გაგახსენოთ, ჩვენ მქონია პრაქტიკაში ჯერ კიდევ 7 ნოემბრის შემდეგ, ეხლა მაშინ არ იყო პატონი ალექსი ოპოზიციაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ადევნებდა თვალყურს ამ პოლიტიკურ მოვლენებს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იყო უბრალოდ ეს, როდესაც მიიღო ოპოზიციამ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეთავაზება სხვადასხვა თანამდებობების დაკავების შესახებ. ეს ყოველთვის ნებისმიერ პოლიტიკურ ვითარებაში არის საკმაოდ ფაქიზის საკითხი, იმიტომ რომ ოპოზიციის მიერ სახელმწიფო თანამდებობების დაკავება ეს უკიდურესი იშვიათობა არის პოლიტიკურ პრაქტიკაში. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ ეს გავაკეთეთ საჯაროდ. საზოგადოება მიცოდა ყოველთვის რა შეთავაზებებზე იყო საუბარი, ეგ იყო საუბარი პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებზე, საუბარი იყო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებზე და ამის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო მთლიანობაში ოპოზიციური პარტიების კონსულტაციამ. სხვათა შორის ჩვენ ამ კონსულტაციებს მაშინ არა მხოლოდ ზოგიერთ თანამდებობებზე უარი ითქვა, მაგალითად იუსტიციის საბჭოში და უშიშროების საბჭოში წევრზე, რომელიც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არ იყო ეფექტური და ახლა მხოლოდ კაბინეტი იქნებოდა. ჩვენ განვაცხადეთ უარი, ხოლო პირველი არხის სამეურვეო საბჭოში, სადაც ჩვენ მქონდა 50%-იანი წარმომადგენლობა, განვაცხადეთ თანხმობა. ეს მოხდა ღიად, ეს მოხდა საჯაროდ, კოლეგიურად და რაც თავარი არის, სხვათა შორის მაშინ მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია იყო გამოკვეთილი პოლიტიკური სუბიექტი და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა, ჩავატარეთ ჩვენ კონსულტაციები მაშინ სხვა საპარლამენტო, სხვა საარჩევნო სუბიექტებთან, კერძოდ მაშინ მრეწველები და ახლები ერთ ბლოკში იყვნენ წარმოდგენილი და ეს კონსულტაციები ჩატარდა. ჩვენ ვფიქრობთ, ეს ჩვენი არჩევანი არის და ამაზე არავინ არ უნდა გაღიზიანდეს, რომ თუ კი მოხდება სხვა დროსაც თანამდებობების დაკავება, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს კონკრეტულად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რა ტიპის კონსულტაციები ტარდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მოსაზრება არ არის ხა რაღაცა კატეგორიული იმპერატივი, რომელიც ან ბატონმა ალექსი, მან მისმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაიზიაროს. არის სხვა ხედვებით საერთოდ იგივე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის და სხვა ძალებიც, რომელიც თვლიან, რომ შეიძლება ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზით, კონსულტაციების გზით მეტი შედეგის დადება შესაძლებელი და მე ამას არ გამოვრიცხავ. ამას მომავალი გვაჩვენებს. ეს გზა უფრო გაამართლებს თუ ხელისუფლებასთან უკომპრომისო ბრძოლის და ზეწოლის გზა. თუ კი ეს მომავალი გვაჩვენებს ამას ყველაფერს პირდაპირ საუბარი იმაზე, რომ ეს ძალა ამ შემთხვევაში ხელისუფლებასთან კოალიციაშია, ცოტა დაჩქარები ხო არ არის? მე ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, ეხლა ტერმინი კოალიცია იქნება თუ სატელიტი თვითონ შეარჩენდა და გარწმუნებთ, რომ ჩვენ აი სხვა ტერმინს არ გამოვიყენებთ. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი რაღაცა მინდა გითხრათ ბატონო ალექსი, რომ კოალიცია და სატელიტი მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ კარგად იცნობთ საერთაშორისო პრაქტიკასაც და პოლიტიკურ პრაქტიკასაც, ეს სალანძღავი სიტყვები არ არის. სხვადასხვა ქვეყნებში მთავრობასთან კოალიციაში შედიან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, მართლაც გააჩნია რა ვითარებაში და იღებენ ხოლმე თანამდებობებსაც. ამიტომ თქვენ მიიღეთ ნაციონალური მოძრაობისაგან თანამდებობა, ეს თქვენ დასაბუთეთ, ჩვენი დასაბუთებელი არ არის. თქვენი ამორჩევლისთვის ეს კარგია თუ ცუდია. ჩვენ ამორჩეველს ვუხდით, რომ ჩვენ მიხეილ სააკაშვილისაგან და გიგი უგულავასაგან თანამდებობების მიღება არ მიგვაჩნია სწორად, ვინაიდან რეალურად ამ თანამდებობაზე ახლა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და არ აქვს არანაირი ბერკეტი. ჩვენ დავაყენეთ კიდევაც იქ საკითხი, რომ თუ ოპოზიციას საძლევთ, მოდით მიეცით სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის პოსტი, რომელსაც რეალური ბერკეტი აქვს. ახლა საკრებულოს თავმჯდომარე ეს მოადგილე ეს არის იგივე ვიცე-სპიკერები რო არის პარლამენტში, არანაირი დატვირთვა არ აქვს, მარტო კაბინეტი და სამდევნო. ბატონო ალექსი, თუ კი გავადევნებთ თვალყურს, რაზეც დათანხმდა ალიანსი, რა თანამდებობაზე დათანხმდა ამ შემთხვევაში მარტო არის ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარეობა და არის შემოთავაზება ან მოიაზრება, ასე ვთქვათ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი. რეალურად რამე ძალას წარმოადგენს ამ შემთხვევაში იმ ცვლილებისთვის, რომელზედაც თქვენ რომლის გამოც თქვენ შეხვედით საკრებულოში, თქვენ ფიქრობთ, რომ ამ გზით შეიძლება რაიმე ცვლილებას მიაღწიოს ძალა? პირველ რიგში მინდა თქვა, რომ ბატონმა გახამოთ სტუდიაში დაადასტურა ჩვენ არ შეგვირჩევიონ, თუ ამ ტერმინოლოგიას მომავალში არ გამოიყენებენ კოალიცია იქნება ეს თუ სატელიტი, ეს მათვე წარადგებათ სოლიდურობის თვალსაზრისით. თანამშრომლობა რო ვიხმართ, ეს სალანძღავად არ ჩაითვლება ბოდიშით, არ გაწყვეტნებთ უბრალოდ. აი ხელისუფლებასთან რო თანამშრომლობს ალიანსი, ეს ხო არ ჩაითვლება სალანძღავ ტერმინად.
მე მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით რატომ მივიღეთ ჩვენ შეთავაზება. ცალსახად გამოიწვევდა ბატონო კახა. თქვენს ალიანსი რო ხელისუფლებასთან თანხმობს ეს არ შეიძლება ბრალდება. გაღიზიანებასაც გამოიწვევდა. მე რომ მეთქვა რომ თქვენ ვლადიმერ ვოლფის ჟირინოვსკის დავალებით ხართ ჩამოსული, მაგრამ ამის გაკეთებას არ ვაპირებ. თუ კი ამისი ფაქტი იქნებოდა. ხო, მაგრამ რაც შეეხება ამ ბერკეტებს, ერთმნიშვნელოვნად ამ თანამდებობას ჯანდაცვის და სოციალური კომიტეტის თავმჯდომარის, ისევე როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ჩვენი მთავარი სამიზნე იმთავითვე იყო გამჭვირვალეობა. გამჭვირვალეობა, რომელიც დღესაც არ არსებობს ხელისუფლების არც ერთ დონეზე მოქმედებებში და ამიტომ ამ კონკრეტულ მიმართულებაში ალბათ მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ძალასთან ვიპოვით საერთო ენას ჩვენ ამ გამჭვირვალეობის მისაღწევად მიგვაჩნია, რომ ეს თანამდებობები, ეს პოზიციები ინფორმაციის მოპოვების მიზნით და ამ ინფორმაციაზე შემდგომში რეაგირების მიზნით ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ამ პოზიციებზე მყოფ პოლიტიკოსებს, ვიდრე ჩვეულებრივ საკრებულოს წევრებს. ეს ამას დრო გვაჩვენებს ცალსახად ჩვენ საერთო ენის გამონახვა ხელისუფლებასთან შეიძლება თქვენ ესე ფიქრობთ? ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული მათზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა დაიწყოს ამ ქვეყანაში ცვლილებები. კი ბატონო, მოდით გადაგხსენეთ მაშინ ცოტა ეს ცოტა ესეთი მომენტი არის, ეხლა რაღაცა თითქოს რაღაცა იმის კოალიციაში შედიხარ, სატელიტი იქნები თუ რაღაცა თანამშრომლობის ფორმების ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისკენ რაც იქნება მიმართული, იქ ვიქნებით ჩვენ. თქვენ ამას კიდე თანამშრომლობა და არ ვქით. კიდე ხო. რაც კიდათ თქვენი კონკურენტები თანამშრომლობაზე. ბატონო ალექსი, როცა თქვენ საუბრობთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ და საერთო ენის გამონახვა თუნდაც ხელისუფლებასთანაც შეიძლება რიგ საკითხებს, ხო? კი ბატონო, მე მინდა უახლოესი წარსულიდან რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო, ისევ თქვენივე, ესე ვთქვათ, ისტორიიდან გამომდინარე. უშიშროების საბჭოში ირაკლი ალასანიას მისვლა, კონკრეტული საკითხების დაყენება, შეხვედრა პრეზიდენტთან. არც ერთ საკითხზე მე როგორც ვიცი და როგორც თქვენაც შემხვედრი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან არ გადმოდგულა. ასე არ ყოფილა ბატონო? ასე არ იყო. უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გახსოვთ ალბათ კარგად, რამოდენიმე 1000-მდე ადამიანის პოლიტპატიმარს გულისხმობთ გაათავისუფლეს. პატიმარს გულისხმობ გაათავისუფლეს, სწორედ ეს იყო. კიდევ უფრო მეტი დარჩა. იმ ძალისხმევის შედეგი ჩვენ ამ ბრძოლისთვის თავი არ დაგვინებებია, ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ, ამაზე კონკრეტულად ჩვენს პარტიაში არის კვალიფიციური პროფესიონალების ჯგუფი, თქვენ ყველასთვის ცნობილი არის ბატონი შალვა შავგულიძე, ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ შემოგვიერთდა და კიდევ სხვა ჩვენი პარტიის ლიდერები, რომლებიც ამ მიმართულებით ბრძოლას აგრძელებენ. იმ კონკრეტულმა უშიშროების საბჭოს სხდომამ კონკრეტული შედეგი, რა თქმა უნდა, გამოიღო. პრეზიდენტთან შეხვედრას, რაც შეეხება პრეზიდენტთან შეხვედრა პირველ რიგში იყო ოპოზიციური ერთობის კარგი დემონსტრირება და ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იმისი დემონსტრირება, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება არ არის მზად დათმობებზე წავიდეს ოპოზიციის მოთხოვნების წინაშე. არავითარი პერსპექტივა იმ შეხვედრის შემდეგ ჩვენ არ გამოვიხატავს ჩვენი პოზიცია და არ მიგვიღია მონაწილეობა. მე ვთვლი, რომ რაღაც ამ უაზრო ტელე-შოუებში და დადგმებში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს, თუმცა თუ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხები, როგორიც არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, ბრძოლა თუ კი იქნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას შეეხება და გადაწყვეტილების მიღებაში მივიღებთ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, გასაგებია კიდევ ერთი რეკლამა ჩვენს ეთერში და რეკლამის შემდეგ ჩვენ დაბრუნდებით და გვავადეთ.